მომლოცველობითი ტურები და მისი მნიშვნელობა მრევლისთვის თემაზე სასაუბრო ჩემოგვიერთდა საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის მომლოცველობითი ჯგუფების ხელმძღვანელი მარიამ გოგიშვილი. მარიამ, დილომშვიდობისა. მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ. უნდა ვისაუბროთ რა თქმა უნდა მომლოცველობით ტურებზე, რომელიც დაგეგმილია უახლოეს ხანში. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის მიტროპოლიტი საბა გიგიბერია, ხონისა და სამტრედიის მღვდელმთავარი და სწორედ მისი ხელმძღვანელობით იგეგმება ეს ტურები. უახლოესი იქნება რა თქმა უნდა სააღდგომო ტური წმინდა მიწაზე ყველასთვის საოცნებო, ალბათ ყველა უცნობობს რომ ერთხელ მაინც მოხდეს ისრაელში, იერუსალიმში წმინდა მიწაზე მოილოცოს ის წმინდა ადგილები, სადაც თვითონ უფალი დააბიჯებდა და ამით დავიწყოთ მარიამ, ვიცით რომ ტური უკვე შევსებული, ადგილები აღარ არის 16 აპრილს მიემგზავრებით, მაგრამ მაინც რას მოილოცავთ, რა სიწმინდებს, რა გზას გაივლით ნების შვიდეულიდან ბრწყინვალე სამშაბათის ჩათვლით ხომ როგორც ვით ოთხ შაბათის ჩათვლით. აი რომ მოგვიყვეთ ეს ყველაფერი, მე ერთხელ ვარ თქვენთან ერთად ნამყოფი და ნამდვილად საოცარი ტური არის, ზედმიწევნით ორგანიზებული, თითოეული წუთი, თითოეული წამი დაგეგმილი, გათვლილი, ისე რომ რაც თქვა პროგრამაში წერია, იმაზე მეც ნახულობს მომლოცველი და ამისთვის რა თქმა უნდა მადლობა მეუფესაბას და მადლობა შენ მარიამ და აბა გისმენთ. აი როგორც აღნიშნეთ, ეს არის საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტი. ეს დეპარტამენტი დაარსდა უწმიდესის ლოცვა კურთხევით, რომ აი უწმიდესმა ბრძანა, როდესაც ეს დეპარტამენტი ჩამოყალიბდა, რომ ყველა მომლოცველს მიეცა საშუალება, რომ მოილოცოს წმინდა ადგილები. და აი ამიტომაც არის ჩვენი ტურები ყოველთვის გამორჩეული, დატვირთული, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი უწმიდესის ლოცვა კურთხევით და მეუფე საბას ლოცვა კურთხევით ხდება ეს ყველაფერი და მეუფე საბას ჩართულობით. ხდება ეს ყველაფერი და ჯგუფებს შენ ხელმძღვანელობ. როგორ იგეგმება ეს ყველაფერი და აი მოდით დავიწყოთ სააღდგომო ტურით როგორც. იერუსალიმის ტურები ყოველთვის არის დღესასწაულთან დაკავშირებული. ეს არის აღდგომა, ეს არის მარიამობა, შობა, ამაღლება და სხვადასხვა დღესასწაულზე ყოველთვის დავდივართ. ეხლა უახლოესია აღდგომა, როგორც აღნიშნეთ. აღდგომა ჩვენ ყოველთვის მივდივართ ნების კვირიდან ბრწყინვალე შვიდეულამდე. ანუ ჩვენ ნების კვირას ჩავდივართ, რომ გვინდა ის გზა, ნების გზა გავიაროთ, როგორც მაცხოვარმა გაიარა. ხა ჩვენ ისე ვერ გავივლით, რა თქმა უნდა, მაგრამ მის ნაკვალებზე რომ გავიაროთ. ეს არის ნების 4 შაბათი, დიდი 5 შაბათი, როდილას იქ წირვას ვესწრებით ყოველთვის და მორწმუნეებს აქვს საშუალება რომ ეზიარონ. ეს არის შობის ადგილას, უფლის საფლავზე. ასევე 12 ნების სახარებას ვესწრებით იქ, რომ აი ის სახარებიდან 12 თავია მოღებული, სადაც ნება არის წარმოდგენილი. ასევე წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღე კაცობრიობაში ხო ყველაზე მძიმე დღე და აი ამ წითელ პარასკევს გავდივართ ვიო დოლოროსა ეწოდება ამ გზას. ეს არის გეცემანის ბაღიდან გოლგოთამდე. ჩვენ ყველა იმ ადგილს გავდივართ, სადაც აი გოლგოთამდე, სანამ ჯვარს გააკრავდნენ მაცხოვარს, სადაც იყო გაჩერება. რაღაცის გამო შეჩერდა ჯვარი დაუვარდა, დაეცა და ასე შემდეგ სახარების მიხედვით მივყვებით. ასევე შაბათს ცეცხლის გადმოსვლას ვესწრებით და უკვე ღამე ვესწრებით წინვალი აღდგომას. იმ ადგილას ვდგევართ აღდგომას და იქ ვამბობთ ქრისტე აღსდგა, სადაც ნამდვილად აღსდგა. იმ ადგილიდან სიხარულით ვეგებებით ერთმანეთს ქართველები და ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად ისმის მარტო ჩვენი ხმა მთელ ტაძარში. აღდგომას არ ვარ ნამყოფი. მთელ ტაძარში და მადლობა ღმერთს, რომ ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ თანა მონაწილეები ვართ ამ ყველაფრის. ეს ხო არ არის, რომ აი გაიარა უფალმა და მეც გავივლი. ამას ხო განვიცდით შინაგანად, ხო? აი იმ დატვირთულ დღეებსთან ერთად სულ ვამბობ, რომ ნების კვირა ყოველთვის იერუსალიმი არ არის მარტივი ისედაც, იმიტომ რომ ჩვენ გალილეაშიც დავდივართ, ნაზარეთში ყველგან, მაგრამ იერუსალიმს აქ თავისი სხვა სიმძიმე, იმიტომ რომ იქ მოვლენებიდან გამომდინარე რაც იქ მოხდა. დიახ, იქ გააკრეს ჯვარს, იქ აღდგა და რაც სხვანაირი სიმძიმე. აქ ის საპრობილეში შედიხართ ხომ? დიახ, საპრობილედან ვიწყებთ, ანუ ნების გზა იწყება საპრობილედან. უკვე როგორც კი გამოყავთ მაცხოვარი საპრობილედან ჯვარს დააკავებინებენ და უკვე ადიან.
გოლგოთამდე. ხა ის უბრალოდ ესე ვაკეთებ. ჩვენ სიმბოლურად გვიჭირავს პატარა ჯვრები და ლოცვით გალობით აი იმ გზას გავდივართ და ვჩერდებით სხვადასხვა ადგილას. და აი ის არის რომ ძალიან ძნელია ეს მორწმუნეებისთვის. დიახ. მომლოცველობით ტურებზე ვიდრე გავაგრძელებდეთ საუბარს, უნდა უთხრათ აუცილებლად მაყურებელს, ამ ცდარი ინფორმაცია რაც ვრცელდება, თქვენ სახელს იწერენ, ასე ვთქვათ, რომ ეს უთხრათ რომ გავაგებინოთ ზუსტად ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ. საპატრიარქოს სახელს რომ ზუსტად მივაწოდო ადამიანებს ჩვენი ხმარო. საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტი და რომ გაუგიათ ხო რა საპატრიარქო დადის მოსალოცად ვართ მხოლოდ ჩვენ ანუ მეუფე საბა და მე. სხვა არავინ არ არის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ეს არ ნიშნავს რომ ლოცვა კურთხევა გვაქვს ყველა იბრალებს უწმინდესისგან უწმინდეს ისეთი ადამიანი რომ ყველას დალოცავს რომ მივიდეს ხო ყველას მისცემს ლოცვა კურთხევას რომ კარგ გზას რო ადგას ხო ეხლა უწმინდესი არავის არ საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტი არის ერთი და ბევრი სარგებლობს რომ ვართ საპატრიარქო ძალიან ბევრი ტურისტული სააგენტო არის თუ ასე მომლოცველობითი ჯგუფები დადიან სხვადასხვა ტაძრიდან და ასე შემდეგ და ამბობენ რომ ჩვენც ვართ საპატრიარქო და ჩვენ ვართ საპატრიარქო და ადამიანები შეყავთ შეცდომაში. რომ არ შევიდნენ შეცდომაში, იცოდნენ რომ საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტი ვართ მხოლოდ ჩვენ. და ჩვენ უნდა მოგმართოთ, სხვა არავინ არ არის. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. მარიამ, ახლა აღარ არის იერუსალიმის ტურზე ადგილები, ეს დასაწყისშივე ვთქვით, შევსებული არის 16 აპრილს მიემგზავრებით და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ იგეგმება თუ არ ვცდები ფერიცვალებასთან დაკავშირებით? მარიამობასთან დაკავშირებით. აი ამაზე გითხარით, უკვე ვთქვათ, ვისაც სურვილი აქვს, უნდა შემოგეხმიანონ თუ არა და როგორ დაგეგმონ ეს მოგზაურობა? ვინაიდან ძალიან დიდი მოთხოვნა არის იერუსალიმთან დაკავშირებით და ძალიან სწრაფად გროვდება ჯგუფი, ურჩევ რომ ვისაც აქვს გადაწყვეტილი რომ მარიამობას წამოვიდნენ ჩვენთან ერთად უკვე დაიჭირონ და რიგი. იმიტომ რომ მარიამობის ტური არის არაჩვეულებრივი. ესე იგი ღვთისმშობელი როგორი სიმშვიდეთაც არის, როგორიც არის ღვთისმშობელი, ის დღები ელოდებათ იერუსალიმში, ის სიმშვიდე, ის სიწყნარე, ესწრებიან ყველაფერს, ანუ მიძინებას ღვთისმშობლის, გადასვენებას, მცირე გეცემანიში საფლავამდე ღვთისმშობლის, წესის აგებას, პარაკლისებს, ლოცვებს, არაჩვეულებრივი ტურებია და დღეები ელოდებათ მარიამობასთან დაკავშირებით და მარიამობის დღესასწაულს ღვთისმშობლის საფლავზე ესწრებიან, რაღაც აი არაჩვეულებრივი დღეებია და ვურჩევ ყველას რომ მარიამობას წამოვიდნენ. და დეტალებს ვთქვათ, რაც მოგზაურობას უკავშირდება, უკვე რა თქმა უნდა პირადად დაადგენენ თქვენთან, როდესაც დაგიკავშირდებიან. მარიამ, სხვა ტურებსაც შევეხოთ, ვიცით რომ საბერძნეთს გეგმავთ კუნძულებს, ასევე გერმანიაც გაქვთ დაგეგმილი. ცოტა ხნის წინ იტალიიდან ჩამოხვედით და ძალიან მწუხარ რომ თავარი მოგზაური ჩვენი კახა მიქიაშვილი არ დაგახვედრეთ დღეს სტუდიაში, მაგრამ არა უშავს. იტალიაზეც რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ რა მოილოცეთ და შემდგომ აი საბერძნეთს და გერმანიას შევეხოთ. იტალიაში არის ძალიან ბევრი სიწმინდეები. ჯვაროსნების შემოსევის დროს ძალიან ბევრი სიწმინდე გაიტანეს იერუსალიმიდან. ანუ იერუსალიმში არის ადგილები წმინდა, თორე ნივთები უკვე არის დანაწილებული იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, ძალიან ბევრი. და აი ამის გამო წავედით, რომ მოგველოცა, ერთკვირიანი ტური იყო. დავიწყეთ ბარიდან, წმინდა ნიკოლოზის საფლავიდან, გავაგრძელეთ ამალში ვიყავით, სადაც არის წმინდა ანდრია პელწონდებულის წმინდა ნაწილები. ასევე რომში არის უამრავი სიწმინდე. ეს არის პეტრეს ჯაჭვები, ბაგა მაცხოვრის, აი ეს ლურსმანი, რითაც ჯვარზე გააკრეს. აი ძალიან ბევრი რამე არის წარმოდგენილი იტალიაში და ამ ყველაფრის მოსალოცად მადლობა ღმერთს რომ ერთხელ ვინც ნაყოფია თქვენთან ერთად კიდევ უჩნდებათ სურვილი ხო მეორედ მესამედ წამოვიდნენ. მაგალითად მე მარიამთან ტურში გავიცანი ქალბატონი, რომელიც მე რომ პირველად ვიყავი, მე-12 იყო მარიამთან ერთად იერუსალიმში. უკვე გასაგებია მაშინ. ეხლაც მოდის, ეხლაც მოგზანდება ეს ქალბატონი. ქალბატონი ლალი. ქალბატონი ლალი ოქროც, რომელიც აი ყოველ წელს ესე კარგად. მართლა ძალიან დიდი ბედნიერება. ადამიანები ცოცხლობენ წლიდან წლამდე, რომ ფეხი დადგან იერუსალიმში. წლიდან წლამდე, აი ამისთვის შრომობენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ აღდგომა თუ სხვა დღესასწაული ისევ ჩამოვიდნენ და იყვნენ იერუსალიმში მდენად ენატრებად. ცხოვრობენ ამით. იმიტომ იერუსალიმი არის სახარება და სახარებით ვცხოვრობთ ადამიანები, ხო? აი ამ სახარებას
მასთან ერთად ცხოვრობენ იერუსალიმში და ეს დღეები არასდროს არ ავიწყდება. მარიამ, ცოტა დრო გრჩება და საბერძნეთს უახლოესი არის ერთ-ერთი, ხო? თუ არ ვწდები ივნისის დასაწყისში. კუნძულები. თარიღიც რომ ვითხარით. ეს არის 1 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით ერთკვირიანი ტურია. ეს მოიცავს კუნძულებს, მხოლოდ ათენში, რა თქმა უნდა, ათენსაც მოვალოცინებთ და ვანახებთ, მაგრამ ძირითადად არის კუნძულები. ეს არის პატმოსი, სადაც აპოკალიფსი დაწერა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადება, სადაც მოხდა. ეს არის ტინოსი, სადაც სასწაულმოქმედი დედა ღვთისმშობლის ხატი არის. ეს არის ანდროსი, ევბია, ეგინა. ესე იგი, უამრავი სიწმინდეები არის ამ კუნძულებზე, არაჩვეულებრივი თვითონ სილამაზით გამორჩეული ადგილები და როგორც სიწმინდებით, უდიდესი სიწმინდეები ელოდებათ წინ, ასევე სილამაზე მომლოცველობითი არაჩვეულებრივი დღეები ელოდებათ და ყველას ურჩევ რომ წამოვიდეს. დიახ, და არის ადგილები, ხო? ჯერჯერობით არის. ჯერჯერობით და ახლა გადავიდეთ გერმანიაზე. ზოგადად შეიძლება იფიქროს, რომ აი გერმანიაში რა უნდა მოვილოცოთ, რა სიწმინდე შეიძლება დაგვხვდეს და ძალიან ბევრი თურმე. ძალიან ბევრი სიწმინდეები არის გერმანიაშიც, როგორც იტალიაში განაწილებული, ასევე გერმანიაში განაწილებული, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ გერმანია. 3 ქვეყანა შედის, ეს არის გერმანიის 5 ქალაქი, ბელგია, ბრიუსელი, ბრუგეში არის წმინდა სისხლი უფლის და ასევე ლუქსემბურგი. ერთკვირიანი ტურია ესეც, ეს არის ივლისის შუა რიცხვებში, გეგმება ეს ტური და ესეც არაჩვეულებრივი სპეციალურად. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, თქვენ ძალიან ხშირად ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი და ყოველთვის ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე სოციალურ ქსელებში კომენტარების სახით თქვენ სტუმრობას და ყოველთვის ინტერესდებიან იმით თუ რო რანაირად უნდა დაგიკავშირდნენ რომ მოახერხონ ამ მომლოცველობით ტურებში თქვენთან ერთად წამოსვლა. კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მაყურებელს ეს დეტალები. მობრძანდნენ საქართველოს საპატრიარქოში, იკითხო ტურიზმის დეპარტამენტში მარიამთან ვართ. თუ არა და სოციალურ ქსელში რომ დამიკავშირდა რაცა ღიად გამოვაცხადა ჩემი ხა პირადი ნომერი მარიამ გოგიშვილი მოძებნეთ სოციალურ ქსელში და მას მიმართეთ და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ. თქვენს დაგიკავშირდნენ და თქვენ უკვე ჩემთან რა თქმა უნდა მივცემთ თქვენს ტელეფონის დიდი მადლობა. და ასევე უთხრათ შევახსენოთ ისევ და ისევ მაყურებელს რომ ერთადერთი ტური რომელიც უშუალოდ თქვათ საპატრიარქოს მიერ იგეგმება და რომელიც არის დაგეგმილი საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის მიერ არის ის ტურები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და მხოლოდ ეს დეპარტამენტი თუ ვისაც უნდა რომ საპატრიარქოს ტურით ისარგებლოს თქვა და ამომსახურებით უნდა მიმართოს მარიამ გოგიშვილს და ამ დეპარტამენტს როგორც თქვით ხელმძღვანელობს მეუფე საბა და მარიამი სხვა არავინ არ არის საპატრიარქოდან არავინ არ დაიბრალოს რომ ჩვენ ვართ საპატრიარქოდან და არ დაიჯერონ ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ სიხარულის აღდგომას წმინდა მიწაზე და მაყურებელს ვეტყვით რომ საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის მომლოცველობითი ჯგუფების ხელმძღვანელი მარიამ გოგიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.